მოგესალმებით დილამ მშვიდობისა, პალტრანიუს ეთერშია ნიუსრუმი და დღის ყველაზე აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს განვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად, ვიდრე სტუმრებთან გადავალთ, მოდით ვნახოთ მოკლე საინფორმაციო ერთწუთიანი კოლაჟი, რომლის შემდეგაც დაგიბრუნებით პირდაპირ ეთერში. დედაქალაქში აქციები გრძელდება, მოქალაქეებმა უწყვეტი პროტესტის 351 დღეს თბილისის სხვადასხვა ქუჩაში მსვლელობა მოაწყეს. ორგანიზატორების განცხადებით მათი მიზანია თბილისის ვიწრო ქუჩებში მსვლელობებით ყველას გააგებინონ პროტესტის ხმა. მათი მოთხოვნა უცვლელია დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის ფარგლებში დაკავებული პირები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების შედეგად ამოღებულია 150,000 კოლოფი ფარგოსა და მილანოს დასახლების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690,000 ლარს აღემატება. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის-სამართლის კოდექსის მეორე სამუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე. რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახებადო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახებადო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს. მაშასე გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იქნება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გახარია საქართველოსთვის გუნდის ყოფილი წარმომადგენელი და ყოფილი ლიდერი დიმიტრი სქიტიშვილი. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი, მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. საუბარი კი დავიწყოთ, როგორც ეთერის დაწყებამდე ჩვენ დავაანონსებთ და ვისაუბრებთ კულისების მიღმა გიორგი გახარიას ამბავი მთავარი პოლიტიკური საკითხია ყოველ შემთხვევაში ნამდვილად დღეს დილისთვის. გუშინ დადასტურდა რომ მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად ორივე საქმეზე ეხება პირველ რიგში ჯორჯანას ეპიზოდს და მეორე მხრივ ასევე 2019 წლის 20 ივნისის ამბებზე, ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე. როგორ შეაფასებდით ზოგადად ამ ბრალს ერთი მხრივ და მეორე მხრივ შესაძლოა თუ არა რომ ეს ბრალდება გავრცელდეს გახარიას ყოფილ თანაგუნდელებზეც, ან მათ შორის მაგალითად იხსენებენ ხოლმე ნათია მეზრიშვილს, რომელიც მისი მოადგილე გახლდათ გარკვეული დროის განმავლობაში. პოლიტიკური არის თქვენი აზრით ეს ბრალდება ერთი მხრივ და მეორე მხრივ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომავალში ამ მოგესალმებით. ალბათ სურპრიზი არ იყო, იმიტომ რომ საქმე, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ვიცოდით, რომ საქმე ამ მიმდინარეობდა, მოკლევა მიმდინარეობდა და ბუნებრივია რაღაცა ლოგიკური გაგრძელება იქნებოდა, რომ ეს საქმე უნდა აღძრულიყო. თუმცა თავისთავად, როგორც ამ საქმის ამოწევა, ამ საქმეების ორივეს არის პოლიტიკური მიზანშეწონილობა და პოლიტიკური მიზნები აქვს, აშკარაა, ეს არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითი ამ სისტემაში, რაც ასევე აღარ გვიკვირს, იმიტომ რომ იმდენად მასშტაბურია ეს პოლიტიკური დევნა, ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ციხეშია, სხვადასხვა მიზეზებით, ეხლა კიდე ახალი საქმე აღიძრა უკვე რაღაცა საბოტაჟის და გადატრიალების, აბსურდების, ასე ვთქვათ, ბევრი აბსურდი ერთად მოყოლებული, მაგრამ აქ ამ საქმეში განსაკუთრებით ჩორჩანას შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის, რომ ეს საკითხი ეხება საქართველოს, ასე ვთქვათ, სოციალური ოკუპაციის შეჩერების ერთადერთ ფაქტს ამ ბოლო პერიოდში და ამაზე ამ ფორმით, ამ სტილით მშვიდობიანი გზით, რომელმაც შესაძლოა რისკები ჰქონოდა, როგორც ყველაფერს ოკუპაციის პირობებში და საოკუპაციო, ასე ვთქვათ, რეგიონის მიმდებარედ ყველაფერი რისკის შემცველია, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველანაირი, ასე ვთქვათ, შემდგომი ესკალაციის შედეგად დასრულდა, რაც ასევე აჩვენებს იმას, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო და თან როგორც ჩანს შესრულდა კარგად, იმიტომ რომ არ მოყოლია ასე ვთქვათ, შემდგომი ესკალაცია ხო სიტუაციის. მთავარი აქ არის ის, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება დღეს იმეორებს იმ ბრალდებას, რომელიც თავის დროზე ცხინვალის, ასე ვთქვათ, მარიონეტულ რეჟიმს ჰქონდა, ანუ რუსეთის ინტერესები იყო, რომელსაც ცხინვალი ახმოვანებდა მაშინ და რუსეთიც ამ მიმართულებით რაღაც თავის ინტერესს გამოხატავდა ყოველთვის, რომ ეს ადგილი, ეს ჩორჩანას ის საგუშაგო მათ უშლიდათ ხელს შემდგომი, ასე ვთქვათ, სოციალური ოკუპაციის გავრცობისგან. აი, აქ უკვე მე ვფიქრობ, რომ უკვე ფუნდამენტურად არა გახარიაზე და არა კონკრეტულ იმ მომენტის შესაძლოა სახელმძღვანელობაზეა საუბარი, არამედ ზოგადად ქვეყნის ღალატზეა საუბარი უკვე დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცალსახად ხარს უჭერს იმ ნარატივებს და იმ რიტორიკას,
რომელიც ცხინვალიდან და მოსკოვიდან მოედინება ამ კონკრეტულ საკითხზე და ეს არის ყველაზე ფუნდამენტური და საშიში გარდა პოლიტიკური დევნისა, რომელიც შიდა დემოკრატიული პროცესის დამაზიანებელია და პრინციპში ბევრიც აღარაფერი არ დარჩა შიდა დემოკრატიისგან, მაგრამ აი ეს უკვე საქართველოს უქნის ყოველ შემთხვევაში დამატებით არგუმენტებს ცხინვალის რეჟიმს და რუსეთს იმისთვის, რომ რაღაცეებზე იომონ, იბრძოლონ და თუნდაც ეს ტერიტორია ჩორჩანას და ის 1700 ჰექტარია თუ არ ვთქვი უზარმაზარი ტერიტორია დაიჩათვალონ როგორც ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და მისი დამკვიდრებაც და დამაგრებაც კი დაიწყო. საფრთხეებს შეიცავს ისე როგორც თლიანად 2008 წლის ომთან დაკავშირებით კომისიის ეს დაშკნა, რომელიც მოღალატეობრივია, იმიტომ რომ არ შეიძლება როგორც არ უნდა არ მოგწონდეს შენი ხელისუფალი წინა თუ იმის წინა, არ აქვს მნიშვნელობა ისინი თითოეული მათგანი წარმოადგენდა სახელმწიფოს ჩვენსას და ჩვენ თუ ვაბრალეთ იმ ხელისუფალს, ვაბრალეთ სახელმწიფოს ომის დაწყებას და ეს აძლევს დამატებით არგუმენტაციას ცხინვალს და რუსეთს იბრძოლონ საერთაშორისო არენაზე და ეს ჩვენი წარმატებული კამპანია რაც იყო ეს ვთქვათ არაღიარების ამ რეგიონების როგორც დამოუკიდებელი სუბიექტების, აი აქ ხელახალი პროცესის დაწყების სამართლებრივ არგუმენტს ვაძლევთ და შესაძლებელია ამის კონსტიტუციური ნორმაც კი გააჩინონ, იმიტომ რომ საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი და რა ფორმულირები დაადგეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ მოგწონს, არ მოგწონს, ვაღიარებთ მათ ლეგიტიმურს თუ არა, საერთაშორისო სამართლის სისტემაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან გათანაბრებული ნორმა, რომელიც საფუძველზე შეუძლიათ ხელახალი პროცესი დაიწყო. ანუ პრაქტიკულად ბიძგს აძლევენ, რომ განახლდეს ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების კამპანია რუსეთის მიერ. ეს არის ყველაზე მძიმე, რასაც დანაშაულს ისტორიულ დანაშაულს შადიან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩორჩანას ეპიზოდში ოპოზიცია, მათ შორის ის ოპოზიცია, რომელიც თანაგუნდელად არ მიიჩნევს გიორგი გახარიას, თანამოაზრედად შეიძლება ბოლომდე არ მიიჩნევდეს. ამ ეპიზოდში თქვენ რაც საუბრობთ, აბსოლუტურად იზიარებენ ამ შეფასებას და ამბობენ, რომ ამ ეპიზოდში ნამდვილად მართალია. იმიტომ რომ ბევრად უფრო მაღლა დგას რომელიმე პარტიულ ინტერესზე, რომელიმე კონკრეტულ ადამიანის სიმპათია, ანტიპათიაზე, კიდევ ერთხელ მე ძალიან არ მომწონს და არ მიყვარს არც სააკაშვილი და არც მისი პარტია, არასდროს მისი მხარდამჭერი არ ყოფილა, დავაბრალო მას როგორც ქვეყნის პრეზიდენტს ომის დაწყება, ანუ ეს არის ჩემს მიერ სახელმწიფოს დადანაშაულება. და რა მნიშვნელობა აქვს მე მომწონს, არ მომწონს, მეზიზღება თუ არ მეზიზღება, ვიყავ მისი მსხვერპლი თუ არ ვიყავ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რეალურად მე სახელმწიფოს ვაბრალებ ომის დაწყებას, მე ვაბრალებ სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, ვინ იყო მაშინ ხელისუფლებაში და მე შეგახსენებთ, რომ ძალიან კაფეო რო იყოს მაყურებლისთვისაც, ზუსტად მაგიტო კოსოვოს საკითხი არის პრობლემური სერბეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მილოშევიჩმა რომელმაც მართლა ჩაიდინა დანაშაულები კოსოვოში, მას ის გადააგდო დემოკრატიულმა ძალებმა, ანუ ესე ვთქვა, შვიდობიანი რევოლუცია მოუწყვეთ, მაგრამ მაინც სერბეთი იმის მიუხედავად, რომ ავტორიტარი ყავდათ მართველი, რომელიც დემოკრატიულმა ძალებმა შეცვალეს, მაინც მოუწია სერბეთს ამ ფასის გადახდა და კოსოვოს აღიარება ყველა მაგრამ ნახევარმა სოფლიო მაინც აღიარა უკვე და კოსოვო ასე ვთქვათ ამ აღიარების გზაზე არის დამდგარი და ამას პრინციპში ვეღარ ეწინააღმდეგება ბევრი. აი დაახლოებით ამ გზის საფუძველს ქმნის ქართული ოცნება ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით. ეს არის აი ისტორიული დანაშაული. აქ ნებისმიერი პარტია, ვინც ამას დაუჭერს ხარს და ჩათვლის, რომ ეს არის რაღაცა დასაჯელი ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს უბრალოდ უჭერს ხარს აი ხას, რომელსაც ატარებს ცხინვალი, რომელსაც ატარებს მოსკოვი და ამ შემთხვევაში უკვე სამწუხაროდ ქართული ოფიციალური ხელისუფლება, რომელიც ჩვენ კი ლეგიტიმაციას უწუნებთ, მაგრამ სახელმწიფო მაინც წარმოდგენილია მათი სახით და საბოლოო ჯამში ჩვენ ყველას მოგვიწევს პასუხისგებლობა იმაზე, როგორი ხელისუფლება ყავს დღეს. და ძალიან საინტერესოა ბრალდების ნაწილი იმ კუთხით, რომ მხოლოდ გიორგი გახარიას მიმართ ისმის ეს ბრალდება, მაშინ როდესაც ახლანდელი ქართული ოცნების ლიდერები, წარმომადგენლები მაშინ მის ყველა გადაწყვეტილებას ბოლომდე მხარს უჭერდნენ და არათუ მხარს უჭერდნენ, არამედ ღიად და ცხადად ამბობდნენ, რომ ეს ნამდვილად სწორი მიმართულებაა და კარგი გზით მიდის სახელმწიფო და სწორი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ ნაწილში სტუმრად ყავდა დავით უსუფაშვილი და მისი კომენტარი მინდა მოუშველიო, ურჩევს, რომ ამჟამინდელ ქართული ოცნების ლიდერებს და მათ წარმომადგენლებს კარგი ადვოკატები გამონახონ. შესაძლოა თუ არა ეს გარკვეულწილად აღიქვას ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, აღიქვან როგორც მათ წინააღმდეგ შესაძლო ბერკეტი, რომელსაც გამოიყენებს პარტიის ლიდერშიპი იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი განუდგებიან პარტიას
გიორგი ახარიას მსგავსად და მათ წინააღმდეგად შეიძლება დაიწყოს. მე აქ ორ განვითარებას ხედავ, ერთი რომ ეს რა თქმა უნდა ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და მე ვფიქრობ რომ ყველა ინსტანციის მე ალბათ ახარიას ინტერესად დამცველები მიმართავენ საერთაშორისო პროცესს ისტორიულად მნიშვნელოვანია რომ ეს ფაქტი დაფიქსირდეს როგორც არადანაშაული არამედ ძალიან სასახად არის სენსიტიურია საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის და მე ვფიქრობ აქ ცალსახად ეს ხაზი უნდა გაგრძელდეს თუმცა ეს იმის ნიშანიც არის რომ ნებისმიერი და ეს არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევას ეხება არამედ ნებისმიერ იმ ასე ვთქვათ ანგარიშწორების პოლიტიკას რომელიც დღეს მიმდინარეობს სხვადასხვა გუნდის წევრების მიმართ რომელიც თავის დროზე იყვნენ ასე ვთქვათ ბურჯები დასაყრდენები დღეს აღმოჩნდა რომ არიან დამნაშავეები არ ვიცი რაღაცები რაღაც ახალ-ახალი სქემები არ ვიცი შეიძლება რაღაცებში მართლა არიან დამნაშავეები უბრალოდ მე არ მგონია რომ ისინი ისე დანაშაულში არიან დამნაშავეები რომელიც არ იცოდა მათმა ლიდერმა ანუ კონკრეტულად ივანიშვილმა ამიტომაც ეს ყველაფერი წესით არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი თვითონ მათგანის რომ საბოლოო ჯამში ის თავისიანებს ანადგურებს და პრინციპში ეს არის ყველა რეჟიმის მახასიათებელი რომ რაღაც ეტაპზე ის იწყებს თავის ჭამას თავისიანების განადგურებას ის პერიოდულად უნდა განიცდიდეს გარკვეულ ტრანსფორმაციას და ამ ტრანსფორმაციის ეტაპზე ვიღაცა წინა სისტემის ასე ვთქვათ მონაწილეები ხდებიან მსხვერპლი და სამიზნეები, იმიტომ რომ რაღაცაზე უნდა დააშენო შენი შემდგომი რაღაც ახალი ნარატივი, ხო? ეხლა ჩვენ რაზე გვაქვს საუბარი, რომ ამ 13 წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ეს სისტემა არის სრულიად თავისუფალი კორუფციისგან და დღეს გვეუბნებიან, რომ დღეიდან იწყება მაგალითად ანტიკორუფციული სამუშაო და აქამდე რაც იყო ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. ანუ ეს ცდილობს რეჟიმი, რომ თავის წარსული თვითონაც შახსნა და თავისიანების დაჟით. მაგალითად ხა თვითონ ეჟოვი ხო ვინც იყო ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, შეიძლება ავტორი არა, მაგრამ ერთ-ერთი შემოქმედი დახურეტების 30 ის მერე დახურეტეს. ანუ ეს უნდა გააკეთოს ხა რეჟიმმა სხვანაირად ვერ მოიცილებს იმ თავის წარსულს, რომელიც მისია. ეხლა მეორე ჩვენ ამდენად დავიჯერებთ ამას და თუ ვიღაცას თუ ჯერა რომ ეხლა მართლა ანტიკორუფციულ ესე ვთქვათ კორუფციასთან ბრძოლა მიდის, ნუ ეს უბრალოდ სასაცილოა, მაგრამ ვიღაცას შეიძლება ჯერა, მაგრამ რეჟიმი ცდილობს რომ დაარწმუნოს თავისი ამორჩეველი, თავისი მხარდამჭერი, რომ აი ჩვენ ეხლა მართლა ვიწყებთ, თუმცა ყველა ჯერზე, ყველა პრემიერის შეცვლის შემდეგ იწყებოდა აი ესეთ საუბარი, რომ აი ახლა ჩვენ აი ახლა ვიწყებთ ახალ ტალღას, ახალ რეფორმებს და ყველაფერი რაც იყო ეს ყველა თითქოს ოპოზიციაში გადაიყვანეს ის ხალხი. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკური არის, უბრალოდ ამდენად ამაზე წამოეგება საზოგადოება ეს მეორე საკითხი, მაგრამ არც არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება გარდა რეჟიმის ტრანსფორმაციისა. რეჟიმი იყო ერთი ფორმის, იყო ცოტათი ჰორიზონტალური, ვიტყოდი რომ იყო ივანიშვილი და შემდგომ ჰორიზონტალში დალაგებული რამდენიმე გავლენიანი პირი, ეხლა არის კაცრად ვერტიკალური, აი ამ გარდაქმნის პროცესს უყურებ და რასთავარი პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომ 13 წელი თითქოს ეს ხალხი არსად არ იყო, თითქოს ივანიშვილი არ იყო 13 წლის განმავლობაში, რომელმაც ხარი დაუჭირა ორჯერ ერთ და იგივე პრემიერ-მინისტრს, ხარი დაუჭირა იგივე სუსის უფროს მაშინ ვიძახდი და ყველას აკებდა, ყველას ადიდებდა, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ყველა მისი მტერე აღმოჩნდა. ანუ დაახლოებით ხო გავს ძალიან საბჭოთა კავშირის სვლას, როცა ყველა მაგალითი ძალიან კარგი იყო. უბრალოდ მაშინ ეჟოვი აგოდა, ყველა დაიხურიტა პრინციპში. ეჟოვი ერთია რომ გააქრეს და საერთოდ დახვრიტეს, ასევე ფოტოდანაც წაშალეს, მაგრამ დღეს არქივი ძალიან კარგი რამეა და ვერ წაშლი ინტერნეტის ურციდან იგივე. მეხსიერებიდანაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინფორმაციო ველი, რაც უნდა რეპრესიული იყოს და ხედავთ ამასაც, რომ მაქსიმალური შეზღუდვები, ესე ვთქვათ, შეიძლება კაფიო შეზღუდვები არ შემოდის, მაგრამ ფინანსური, ესე ვთქვათ, ლიმიტები წესდება, ანუ არაძლევენ საშუალებად ბევრ კომპანიას თავისუფლად განათავსონ რეკლამები, რაც მედიის თავარი საინფორმაციო, ესე ვთქვათ, ფინანსური წყაროა. ამის მიუხედავად ძალიან მრავალფეროვანია მედია. თითოეული ჩვენთაგანი ვართ მედია, სოციალური მედიის საშუალებები და შესაბამისად ძალიან ძნელია დაგვავიწყოს ის, რაც ვიცით, რომ 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება ხელისუფლების ცოცხალი ვარ მე და მე ვიცი რა იყო, ხო? მე თვითონ დღეს მაგ სხვათა შორის იუბილე ქართული ოცნების მე-6 წელია, რაც წამოვიდა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პოლიტიკური მაშინ მივიღე, მაგრამ ხო მახსოვს მე ის პერიოდი და მახსოვს რაღაცები, რაზეც დავაობდით, რაზეც მაშინ ჯერ კიდევ კამათობდით და ეხლა ამის დავიწყება თუ ვინმეს უნდა რომ ეს ყველაფერი მაშინ პასუხისმგებლები ვიყავით ყველა ჩვენ, რასაც ვაკეთებთ, კარგსა და ცუდებს. ნუ ესე მარტივად აღარ გამოდის 21 საუკუნეში, ამიტომ არ გამოვა, ძალიან რთულია ამის გაკეთება ესეთ ქვეყანაში, სადაც უკვე 30 წელია საზოგადოება მეტნაკლებად, მაგრამ მიიღო უკვე თავისუფლების გემო იგრძნო, განსხვავებით მაგალითად ბელორუსიისგან, რომელიც 95 წელს აი სულ მხოლოდ 3 წელი ჰქონდა ეს თავისუფლების და ვერ მოესწრო, ასე ვთქვათ, საზოგადოების გამოსვლა იმ ტოტალიტარული რეჟიმიდან, აი ადვილად მოახერხა, ვთქვათ, მაშინ ლუკაშენკომ ამ რეჟიმის დამყარება და თან თანდათანობით. ეხლა ამ 30-35 წლის განმავლობაში საზოგადოება იგრძნო თავისუფლება, იგრძნო დამოუკიდებლობა, იგრძნო, ასე ვთქვათ, თავის როლი ქვეყანაში და ესე მარტივად მოახვიო თავს, ესე ვთქვათ,
უხეირო დიქტატურა, რომელიც პრინციპში თავისთავად უხეირო, არასტაბილური, არამდგრადია გრძელვადიან პერსპექტივაში, ხო? და საშუალოშიც ასე. ეს ცოტათი გამორიცხული მგონია და ძალიან დავიწყებას მიეცეს ის რაც ვიცოდით აქამდე, ესე მარტივად არ დაგვავიწყდეთ. ბატონო დიმიტრი, ერთი ბრალის აი რაც განვიხილეთ უკვე ჩორჩანას ეპიზოდი, მეორე მხრივ ასევე განვიხილოთ 2019 წლის 20 ივნისი და ივნისის მოვლენები, ეგრეთ წოდებული გავრილობის ღამე. ამასთან დაკავშირებით უკვე მოვისმინეთ გახარიასთან პარტიელების შეფასებები, მაგალითად ბერდია სიჭენავა ამბობს, რომ გიორგი გახარიას ჩორჩანას საგუშაგოს აგებას ქართული პარეს სხვა არის. მოკლედ მან თავისთავად თქვა, რომ გამორიცხავენ ერთია რომ ბრალდება ამ მტკიცებს ამ საკითხს, რომ ინდივიდუალურად ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოეყენა მაშინ სპეცდანიშნულების რაზმს ერთდროულად პარალელურად რამდენიმე საშუალება, რაც იდეაში კანონით იკრძალება. თუმცა იქ მხოლოდ გიორგი გახარია არ ყოფილა, სხვა ადამიანებიც იყვნენ მის გარშემო. ზოგადად აი ამ ბრალს რამდენად სამართლებრივად რამდენად გამართულია. ბრალდება ერთი მხრივ და მეორე მხრივ სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი, შესაძლოა თუ არა რომ გიორგი გახარიას გარდა 20 ივნისის მოვლენებზე სხვა ადამიანთა პასუხისმგებლობაც დადგეს. მართალი ხა ისე ცალსახარო აქაც პოლიტიკურია, 20 ივნისი რა თქმა უნდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც მართლა შეცდომების და უდევრობის თუ გადაცდომების შედეგად მოხდა ისე ვთქვათ ერთგვარი საზოგადოებრივი პროტესტი ძალიან მკაფიო და ძალიან მასშტაბური, მაგრამ აქ პოლიტიკური კონტექსტი საიდან შემოდის, პოლიტიკური ინტერესი საიდან შემოდის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრინციპში ერთი გზა გაიარა უკვე და პრინციპში შეფასდა მათივე მხრიდან როგორც რაღაცა დიდი გამარჯვება, რომელიც ვთქვათ მათივე თქმით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიცვა მაშინ შტურმისგან პარლამენტი, ხო? პრინციპში გარკვეულწილად ახლა ეს აქციას ჰქონდა ძალადობრივი ნაწილიც, არაძალადობრივი გადამეტება იყო თუ არა გადამეტება, მაგრამ საბოლოო ჯამში აქ პოლიტიკური კონტექსტი ის არის, რომ ცალსახად უნდათ რომ ვიღაცა ერთი გამოიყვანონ, ერთი კონკრეტული ადამიანი, თუმცა იმ ოთახში ეს იყო თვალშები პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის ოთახში განლაგებული მთელი შტაბი, ასე ვთქვათ, მთელი პოლიტიკური უმრავლესობის წევრები, მათ შორის თვალშებით დღევანდელი პრეზიდენტის და ასე შემდეგ, რომელიც ამ ყველაფერს აგვირდება, რომელსაც რატომღაც ჩათვალეს, რომ არავინ არაფერი არ იცოდა და ნუ ესე არ ხდება, ხო, ეს კომუნიკაციის ფარგლებში. თუ რამე ხდებოდა, ყველამ კარგად იცის. ასევე ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა შაიშმელაშვილმა თუ გახსოვდა, რომელსაც მოყვა ის რაც მეც ასე ვქო ჭორებად გაგებული მაგ მე არ ვიყავ იმ კონკრეტულ მომენტში, იმ კონკრეტულ ოთახში, ამიტომ მე პირადად ჩემს წრე არა, მაგრამ იმან მოყვა როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ძალიან სარწმუნოა და ესე გამიგია. მეც უკვე სხვა წყაროებიდან საუბარია ირაკლი შაიშმელაშვილზე. ირაკლი შაიშმელი გედედის უბრალოდ რომელსაც იცოდა და კონკრეტულად რა მოყვა, რომ რეალურად თურმე არა გახარიამ, არამედ დავალება გაცა ერთ-ერთმა მაღალჩინო თორშტები ანზორ ჩუბინიძემ ბიზნეს დავალებით. ანუ ამ შემთხვევაში როგორც მინიმუმ აი ამ განცხადების შედეგად, რომელიც ოფიციალურია, რომელიც საჯაროა, მინიმუმ ეს ორი ადამიანი გამოსაკითხი არის, ხო? ანუ თუ ეს არ ხდება, ესე კონკრეტულად გინდა ანგარიშწორება მოახდინა ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც შესაძლებელია შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამ შეცდომებზე იყო საუბარი, მე ბევრი წლების განმავლობაში ეს შეცდომა კი არ იყო, ეს იყო უზარმაზარი დამსახურება. ამ ადამიანმა დაუჭირეს ხარი მე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრს. ანუ ეს საკითხები, ასე ვთქვათ, გავლილია მათი მხრიდან და პოლიტიკური შეფასებია. გახარიასაც აქ ცალსახარო, მამ თავისი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არ გაქცევია ამას, არ დამალულა, არ უთქვია რომ არაფერი არ მოხდა. მან აიღო თავისი წილი პასუხისმგებლობა, უბრალოდ თუ იქ რამე იყო ისეთი, რომელიც თქვათ, მათ ანაღლებთ, ეს არის სწორედ ის, რაც შაიშმელაშვილმა თქვა, სწორედ გამოძიება ამ მიმართულებით არის. ასასვლელი ვინ გასცა ის ბრძანება, რომელიც გახარიას როგორ მტკიცდება მე მტკიცებულებით არ გაუწია, ხო? აი რაღაცა ტყვეების გამოყენების, ხო? თვითონაც ამ თორსო წყლის გამოყენების ბრძანება მარტო მის მხრიდან გაცემული. ანუ აქ არის ძირითადი პრობლემა და აქ მივდივარ და ეხლა თან უნდათ რომ რაღაცნაირად იმ ოპოზიციელზე გამოიწვიონ და გახსოვს ხო ოპოზიცია ამ შემთხვევაში ძალიან უპირისპირდებოდა გახარიას ამ საქმის გამო და ამიტომ უნდათ რომ რაღაცა ასე ვთქვათ წარმართონ ეს ოპოზიციური განწყობები მის წინააღმდეგ და გარკვეულწილად შეიძლება გამოსდეთ კიდევ რომ მართლა 20 ივნისის ეს ხარე რომელიც დაზარალებული იყო და მათ შორის მათ აქვს გარკვეული ანტიპატია და ასე ვთქვათ ნეგატიური განწყობები. მიუხედავად ამისა, აი ბოლო დღეებში ვისთანაც ვისაუბრეთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის მათთან ვინც ის 8 ოპოზიციური პარტია, ვინც საპარლამენტო ბოიკოტში ამ დრომდე ჩართული, ისინი ამბობენ, რომ დიახ, შეიძლება კონკრეტული კითხვები არსებობდეს გიორგი გახარიას მიმართ, თუმცა ახლა ამის დრო არ არის, რადგანაც მოცემულ პირობებში სასამართლოს პროკურატურას არ ენდობიან და როდესაც როგორც თავად ამბობენ, შეიცვლება ხელისუფლება, მე უკვე შეიძლება ამ საქმის გამოძიება. ეს საკითხები არასდროს არ გაქრება დღის ეს რიგი და სანამ ობიექტური პასუხები არ დაიდება და საბოლოო პასუხები არ. ის ჭორად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მე არ მაქვს მტკიცებულება, მაგრამ მე გამიგია, მაშინ ჯერ კიდევ როცა უმრავლესობის წევრი ვიყავი, რომ ეს ესე მოხდა, რომ რაღაც მომენტში
სხვა ჩაერია, ანუ ივანიშვილი ჩაერია და მან მისცა დავალებები. მაგიტომაც იყო რომ პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში თითქოს ხმა არ მოიღო არავინ და მე რაღაც ერთი კვირა გავიდა თუ 10 დღე და საბოლოო ჯამში დაიწყეს მე 10 დღის მერე დაახლოებით როცა გაიგეს საბოლოო ჯამში ყველა გაიგო რა მოხდა რომ სხვისი ბრალი იყო და ამ შემთხვევაში უბრალოდ გახარია მხელი და აპარატო თითქოს ესე საბოლოო ჯამში გაიწყეს და მე თუ გახსოვდა უბრალოდ გავიხსენოთ 20 ივნისიდან დაახლოებით 10 დღეში როგორი განცხადებები გაკეთა მე მახსოვს ეს იმიტომ რომ უცებ შეიცვალა ერთი შეხვედრის მე რომელიც თქვა პოლიტიკური საბჭოსი თუ რაღაცა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა აი უცებ გამოვიდნენ მინისტრები და ყველამ დაიწყო ქება და ასე ვთქვათ დიფერამბების სახელი ხო აი ეს ტრანსფორმაცია მახსოვს აქ არის პოლიტიკური კონტექსტი სანსახაც მე ვფიქრობ ოპოზიციის ნაწილი რომელიც ხედავს აქ პოლიტიკურ კონტექსტს და არ ცდილობს რომ ამაზე რაღაცა ქულები ხათაშორის მათ შორის მაკრო გომურმა გააკეთა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან სწორი და ძალიან მაღალ პოლიტიკურ კულტურას საუბრობს ამ კონკრეტული ადამიანს რომელიც სწორად მინდა გაიგოს ყველამ ბევრ პოლიტიკოს შეშურდება იმედად ძალიან სწორი რომ არ მიცა არ აძლევს ის თავის განცხადების საშუალებას რეჟიმს რომ გამოიყენონ ის რეჟიმის პოლიტიკური ანგარიშწორებისა და ძალიან ფანტასტიკური მართლა წარმოუდგენელი სიმაღლის პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია ამ კონკრეტული ადამიანს რომელიც ხვერპლია და რომელიც ცალსახად ხვერპლია რომ მან დაკარგა ძალიან ძვირფასი რაღაც თავის ჯანმრთელობის ცალი თვალი რომელიც მნიშვნელოვანი ბუნებრივია ხო და კიდევ ეს განცხადება ძალიან ყურში მოხდა იმიტომ რომ სწორი გადაწყვეტილება არის არა ის რომ უბრალოდ თქვა რომ ყველაფერი სწორი იყო არ ვიცით იმიტომ რომ არც ერთ ეტაპზე სწორი გამოძიება ამ საქმის არ ყოფილა არც ერთ ეტაპზე შესაბამისად ჩვენ გვინდა და ობიექტური გამოძიება ყველა ისეთი საქმე სადაც პოლიტიკური კონტექსტი არის სადაც მაღალი თანამდებობის პირი არის ჩარეული ყველაფერს აქვს გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტური გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლო ყველა სხვა შემთხვევაში ეჭვები დარჩება ეს ესე იქნება ამიტომაც ნუ სალსახაა რომ ეს საკითხები თავიდან გვექნება ყველაფერი გავლილი გასაცემია პასუხები ეს აფორმატში იქნება ამაზე ჯერ ახლა ადრე ამას საუბარი მაგრამ ეს ყველაფერი ღიად რჩება როგორც არ უნდა დასრულდეს ეს საქმე საქართველოში მაგრამ ამას თქვა შეიძლება სტრასბურგმა შინაარსობრივად არც განიხილოს იმიტომ რომ იმდენად პოლიტიზირებულია რომ მათ შეიძლება სამართლიან სასამართლოს პრინციპის გამო საერთოდ პირდაპირ ასე ვთქვათ დაადგინოს ასე ვთქვათ პოლიტიკური საქმე დაარქვას და აი ესე ანუ შინაარსობრივად შეიძლება ბოლომდე კი აღარ წავიდეს იმდენად შავი თეთრით ეს პოლიტიკური საქმეები ერთის და მეორე თუმცა განსაკუთრებით ჩორჩანას შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ძალიან ობიექტური შეფასება ამის ყველაფრის იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში გრძელვადიანად არ მიცეთ საშუალება ვინმეს ეს ჩორჩანას კეისი სამართლებრივი ასევე პოლიტიკური სამართლებრივი და საგარეო პოლიტიკური კუთხით რომ რუსეთმა ეს არ გამოიყენოს ქვეყნის ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ რაც ასახად ნუ ქართული ოცნება ამას უწყობს ხედავთ განცხადებებს იგივე მარიონეტული რეჟიმებისა და ასევე რუსეთის მხრიდან რუსულ ტელეარხებზეც ბოლო პერიოდში აი რა როდესაც ეს საქმე აღიძრა და ამაზე საუბარი ღიად დაიწყო ქართულ მოცნებამ ნიშნის მოგებით საუბრობენ ძალიან უხარიათ და ნუ მოკლედ ეს თემა დროებით გვერდზე რომ გადავდოთ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ რატომ მაინც და მაინც ახლა ჩვენ ვიცით რომ არსებითად დიდად არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა არც სხვა გარემოება გარკვეულწილად რა ინფორმაციასაც ჩვენ ფლობთ ამ ეტაპზე ამაზე დაყრდნობით საუბრობ რატომ მაინც და მაინც ახლა გადაიყვანეს ციხეში მიხეილ სააკაშვილი. მე მაგალითად უფრო ყურადღება არ ვიცი მართალია რატომ მაინც და მაინც ახლა შეიძლება რაღაცა ჩათვალოს ერთი ციკლი რაღაცა შოუსი დამთავრდა და ხა აღარ ჭირდება 4 წელი თითქმის 4 წელი ამ ეტაპზე იზმის გამოყენება აღარ უნდა და ხა თქვა ციხეში ის უფრო იზოლირებული იქნება და არ ექნება ამდენი ზომა და ასე ვთქვათ ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე რომ რაღაც შეიძლება გარკვეული შიში ან რაღაც სიფრთხილე იყოს ეს ქართული ოცნების შეიძლება სიფრთხილე იყოს შეიძლება ჩათვალოს რომ ახალი ეტაპი იწყება მასზე ზეწოლის უბრალოდ ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ რომ რამდენადაც არ უნდა მომწონდეს და არ მომწონს სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდი არ მომწონს მე კიდევ ერთხელ მინდა რომ ერთი საქართველოს ერთდროს პრეზიდენტის მიმართ იყოს განსაკუთრებით ტრანსპარენტული მართლმსაჯულება ნებისმიერ შემთხვევაში აქ თუ არა დანაშაული მე დღემდე არ ვიცი მე მგონია რომ მას გარკვეული პოლიტიკური დანაშაულები აქვს მაგრამ მე მინდა რომ ვიცოდე ობიექტური სიმართლე და არა სუბიექტური რომელსაც დღეს ვხედავ ის რომ დღეს ის ხერფლე გახადეს ეს უკვე მათივე პოლიტიკური შეწამლობიდან გამო მათ უნდათ რომ ესე ვთქვათ დაჩაგრონ ასე ვთქვათ დეჰუმანიზაცია მოახდინონ წარსული მთლიანად გადაწერონ მათ შორის დააბრალონ ომის
გადაწყება და ასე შემდეგ, ანუ მას იყენებენ როგორც ფაქტორს, თქვათ, იგივე თავის ამორჩეულთან და რუსეთთან ურთიერთობისთვის, როგორც ჩანს და აი ეს პოლიტიკური ხაზი აქ ჩანს და ეს იკვეთება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსაკუთრებით ხა ხშირად ამბობენ ხოლმე რაღაც სხვადასხვა ქვეყნებში ხდება პრეზიდენტების დაკავება, კი ბატონო ხდება, მაგრამ ცალსახარო ესეთ შემთხვევაში მაგალითად სარკოზი იყო რამდენიმე დღის წინ თემას სახლში მაგრამ ის გაუშვეს და ანუ რატო? იმიტომ რომ პოლიტიკური ეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ძალიან დანაშაულის ხარისხიც ალბათ ეგეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა იყოს, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკოსია ჩართული რაღაცა კონკრეტულ საქმეში, ძალიან მკაფიო და ძალიან ტრანსპარენტული უნდა იყოს იმისთვის, რომ რამე პოლიტიკური ესე ვთქვა манипуляციას ან პოლიტიკური ინტერესების გატარების საშუალება არ მიცეთ იმ კონკრეტულ სტრუქტურას. და ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მთელი ადმინისტრაციული აპარატი ქვეყნის მუშაობს იმაზე, რომ ააშენონ თავიანთი, ესე ვთქვა, პოლიტიკური იმიჯი სააკაშვილის, ესე ვთქვა, პატიმრობაზე. ხო, დაშავებაზე და ტყუილ მართალი უკვე გაურკვეველია და მე მართლა აღარ ვიცი, სადაა ტყუილი, სად არის მართალი, იმიტომ რომ ამ სასამართლოს პირობებში პრაქტიკულად ამ სამართლებრივი სისტემის პირობებში ეს უბრალოდ წარმოუდგენელია და ამიტომაც ის ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით თავიდან არ იყო პოლიტპატიმარი გახადეს. პოლიტპატიმარია, ისე როგორც ყველა მათ შორის შეიძლება ესეთი პოლიტპატიმარი სხვა ადამიანების გახდეს, რომელსაც დღეს დაასდევს ქართული ოცნების რეჟიმი. იმიტომ რომ ყველაფერი პოლიტპატიმრებზე ბოდიში შეგაწყვეტინებთ, საინტერესო შეფასება ქონდა თამარ ჩერგოლიაშვილს 2 დღის წინ იყო ჩვენთან სტუმრად. თუ არ ვცდები, მან პოლიტპატიმარი ასევე ირაკლი ღარიბაშვილსაც უწოდა. პრაქტიკულად შეიძლება. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს, რომ udanašaulu შეიძლება არ იყო, მაგრამ პოლიტიკური მოტივი როდესაც დაკარგავს. ამ შემთხვევაში სასახარო პოლიტიკური მოტივებით იჭერენ ძალიან ბევრ ადამიანს. პოლიტიკური მოტივი არის მაშინ, როდესაც შენი, ასე ვთქვათ, საგამოძიებო სამსახურები, როდესაც შენი ანტიკორუფციული სამსახური ყველაფერი დაქვემდებარებული შენს კონკრეტ პოლიტიკურ ნებას და მხოლოდ იმ ადამიანებს ებრძვის ის, ვისაც შენ ებრძვი პოლიტიკურად და ამას, ამ ინსტრუმენტებს, ამ სააგენტო სახელმწიფო სტრუქტურას, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს თავისი ბუნებით, იყენებს შენ ამ პოლიტიკური ანგარიშწორებისთვის, ყველა ის, ასე ვთქვათ, სამიზნე ამ შემთხვევაში ხდება პოლიტიკური პატიმარიც მათ შორის, ხო? პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ანგარიშწორების მსხვერპლი. სააკაშვილი კიდევ უფრო განსაკუთრებით, რომ ეს ცალსახარო ჩვენ, ასე ვთქვათ, ქონდა პირველი მშვიდობიანი გადაცემა ხელისუფლების, ეს 2012-ში ვიძახე, მას მერე გავიგეთ, შეიძლება საქმე უნდა აღძრულიყო, მაგრამ ცალსახა იყო, რომ ესეთ შემთხვევას უნდა შეექმნა სამაგალითო პრეცედენტი ტრანსპარენტულობის, იმისთვის, რომ მართლაც ქვეყანა გადასულიყო მართლა დემოკრატიულ განვითარებაზე, მაგრამ ჩვენ შექმნით არათუ პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ტრანსპარენტული შემთხვევა, არამედ ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე სააკაშვილის მიმართ და პრაქტიკულად ის გახადა რეჟიმმა პოლიტიკური პატიმარი. და დღეს არის პოლიტიკური პატიმარი, როგორც არ უნდა არ მოწონდეს დღეს ქართულ ოცნებას, მაგრამ ქართული ოცნების დამსახურებაა, რომ დღეს ხდება თუნდაც იმ ნეგატიური პოლიტიკური წარსულის რეაბილიტაცია, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნები გაცილებით უარეს აკეთებს, ვიდრე აკეთებდა სააკაშვილი. ეხლა აი ამ პირობებში, როდესაც ფაქტობრივად ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ლიდერებისა იმყოფება პატიმრობაში და მათ წინააღმდეგ ასევე აღიძრა ახალი საქმეები და საბოტაჟის მუხლით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძირითადი მოტივი ისაა, რომ 300-მდე ოფიციალური პირი დასანქცირდა ქართველი და ამ ადამიანებს აბრალებენ, მაგალითად ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს, ელენა ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს და სხვაებსაც არ უნდა გამორჩეს რომელიმე, რომ მათი დამსახურებით ეს ადამიანები დასანქცირდნენ და ეს სახელმწიფო წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეერაცხა გამოძიებამ და ბრალდების მხარემ. ამ პირობებში პროტესტი მაინც გრძელდება, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და სხვადასხვა სახით ამჯერად უკვე ფორმა შეიცვალა შედარებით პროტესტმა და ქუჩას არ აკეტინებენ, მაგრამ გადაადგილდებიან სხვა ლოკაციებზე, კანცელარიასთან, თავისუფლების მოედანზე და მათი გეგმები კიდევ უფრო, ასე რომ ვთქვათ, ამბიციურია. 28 ნოემბერს ერთი წელი გახდება ფორმალური თარიღია მაინც, მაგრამ მნიშვნელოვანი თარიღია. მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემის ცნობილი განცხადება გაავრცელა და გააკეთა, მას შემდეგ უკვე უწყვეტი პროტესტის ერთი წელი გადის ფაქტობრივად და ამ პროტესტმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს საზოგადოება ერთი მხრივ და მეორე მხრივ საინტერესო იქნება თქვენი შეფასება პოლიტიკურად რამდენად მომგებიანი ამ პროტესტის გაგრძელება ხომ არ ჯობია რომ ოპოზიციამ საკუთარი ძალები სხვა მიმართულებით გაუშვას გულისხმობ მაგალითად იმას რომ აი ნინო მომჯარიას განცხადება კიდევ ერთხელ მოვიშველიო რამდენიმე დღის წინ მან თქვა რომ ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დაიწყოს მომზადება
მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ანუ 3 წელიწადში რომ გაიმართება და ამისთვის უნდა უკვე დაიწყოს აქტიურად მუშაობა. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება? ხო, ძალიან ფართო კითხვა, დავიწყოთ იმით, რომ პრინციპში ნიოს დავეთანხმები, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიები თავისთავად როგორი რეჟიმი და როგორი ვითარებაში არ უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა გააკეთონ იმის, რომ მათი სტრუქტურები მზად იყვნენ, ან ემზადებოდნენ საარჩევნო პროცესისთვის. ხო, ვიღაცებში შეიძლება იყოს, რომ ამ ეტაპზე სამართლიანი არჩევნები არ იქნება, მაგრამ ხო, სამართლიანი არჩევნები შეიძლება არ იყოს, ჩვენ უსამართლო არჩევნებშიც კი შეიძლება მოგვიწიოს შესვლა ყველას და საზოგადოებასაც მათ შორის, იმით და ამ უსამართლო არჩევნებში უნდა დავამარცხოთ დიქტატურა. დიქტატურები ესე მარცხდებიან ხშირ შემთხვევაში, ძალიან ბევრ ქვეყანაში ესე მოხდა და ეს ნიშნავს რას? არა ის, რომ უბრალოდ არჩევნებია, სადაც უბრალოდ მივალთ ნებას გამოხატავთ, მერე CSGO სამართლიანი დათვლის და ჩვენ მოვიგებ და წავაგეთ ვიღაცა ეტყვის, ესე არ იქნება, ხო? ბუნებრივია ავტორიტარიზმში ესე არ ხდება. მაგრამ ავტორიტარიზმის რისიც ეშინია არის საზოგადოების განწყობების და თუ განწყობები არჩევნებამდე, არჩევნების დღემდე მოახდინა, ასე ვთქვათ, საზოგადოების აზრის მობილიზება, საზოგადოების კონსოლიდაცია, წარმართვა ამ, ასე ვთქვათ, უკმაყოფილების რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა რეჟიმს ეშინია საზოგადოებრივი, ასე ვთქვათ, ნეგატიური განწყობებთან ჭიდაობის. ყველა ცდილობს, რომ საბოლოო ჯამში და რატო აქ პროპაგანდა, ხო? რატომ აკეთებს ამ პროპაგანდას? იმიტომ რომ მეტნაკლებად აკონტროლებს საზოგადოების აზრი და ოპოზიციას აქვს ვალდებულება, რომ შექმნას განსაკუთრებული უპირატესობა საზოგადოებრივი აზრის მობილიზების და ამ საზოგადოების აზრის, ასე ვთქვათ, რეჟიმის წინააღმდეგ წარმართვის. აი ამ შემთხვევაში თუ ჩვენ არჩევნებს მორალურად მოვიგებთ არჩევნების დღემდე, მაშინ არჩევნებშიც გავიფორმოთ გამარჯვებას. თუ არა, მაშინ ბუნებრივია გაგვიფორმები იმას, რაცაც გაგვიფორმოთ და წინააღმდეგობის გაწევაც გაგვიჭირდება, როგორც ვთქვათ 24-ში გაგვიჭირდა, ხო? ანუ აი ეს მორალური გარდატეხა უნდა მოხდეს საზოგადოებაში და ამისთვის რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიები უნდა მოემზადონ მიუხედავად ისა, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან მათი ლიდერები, მაგრამ სტრუქტურებმა უნდა იმუშაონ ეს აუცილებლად სხვანაირად უბრალოდ გაიჭირდება. ეხლა რაც შეეხება პროტესტის, ასე ვთქვათ, ქუჩის პროტესტისა და პარტიული ხაზების ურთიერთქმედებას, მე ვფიქრობ, ერთი მეორეს ავსებს და არც ერთ შემთხვევაში რაღაცა ერთი მეორის ჩანაცვლება არ უნდა იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ქუჩის პროტესტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია, რა თქმა უნდა, უბრალოდ თუ ვამბობთ, რომ ის პროტესტი უნდა შეიცვალოს ფორმა და უნდა შეწყდეს ან რაღაცა სხვა ფორმა მიიღოს, მაშინ ალტერნატიული ამ ხალხს, რომელიც დღეს იბრძვის და თავდადებულად იბრძვის, ატარებს დღეებს და კვირებს საპატიმროში და ასე შემდეგ და ყოველდღიურად იქ არიან, მათ უნდა შევთავაზოთ ალტერნატიული პროცესი და ამ პროცესში ალბათ უნდა ჩაერთო. მე ვფიქრობ, ეს ურთიერთქმედება პოლიტიკურ პროცესსა და საპროტესტო პროტესტს შორის აუცილებლად უნდა იყოს, ერთმანეთს უნდა შეავსონ და რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა გადავიდეთ მართლა იმ ზადებისთვის და ზადებისთვის არა უბრალოდ დავждდეთ და პარტიულად სტანდარტულად როგორც დემოკრატიაში ხდება ვემზადოთ, არამედ უნდა ვემზადოთ ცოტა უფრო განსხვავებულად. გულისხმობ იმას, რომ თვითონ პარტიამ დაიწყოს უფრო აქტიური კომუნიკაცია თავის პარტიულ ხარდამჭერებთან, თავის ელექტორატთან, ამ ახალ პოლიტიკურ ლიდერებთან, რომელიც საზოგადოებამ პროტესტმა გამოაჩინა და რაღაცა გაიწყოს უფრო გაფართოება და კონსულტაციები იმისთვის, რომ როგორ ვემზადებით, როგორი იქნება შეიძლება საარჩევნო გარემო და ამ საარჩევნო გარემოში როგორ დავამარცხოთ დიქტატურა, იმიტომ რომ ესე ხდება. სხვანაირად არ გამოდის და როგორ გამოვიყენოთ თუნდაც ის, რომ თვითონ რეჟიმი დღეს ტრანსფორმაციის პროცესში არის, როგორ გამოვიყენოთ ის, რომ ამ ტრანსფორმაციის პროცესში შიდა ბრძოლები მიდის და ძალიან დაუნდობელი ბრძოლები მიდის. იქაც ახლა თუ პოლიტიკურ ოპოზიციას მუხლი წაუყენეს 10-15 წლიანი, თავის ასე ვთქვათ, ყოფილ თანაგუნდელებს და დაახლოებით ესეთი მკაცრი მუხლებით ემუქრებიან. ანუ ეს დისონანსი, რომელიც არის ამ ქართული ოცნების შიგნით, ესეც გამოსაყენებელია. საერთაშორისო კონტექსტი, რომელიც ძალიან იცვლება და რომელსაც ბოლომდე ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ შიგნით არ ჩანს გარკვეული ასე ვთქვათ, ისეთი ძლიერი დინამიკა როგორც შეიძლება საჭირო იყოს, ამ საერთაშორისო კონტექსტში, რომელიც ცალსახარო იზოლაციაში მოაქცია ქართული ოცნება, ცალსახარო ვერანაირი გარღვევა ვერ მოახერხეს, გარდა შეიძლება ითქვას იმ სამეზობლო პოლიტიკისა, რომელიც უბრალოდ სამეზობლო ეთიკით ისინი ხელს არ თმევენ, გულისხმობ ჩვენს უშუალო მეზობლებს, ხო, სომხეთ, აზერბაიჯანის, თურქეთის, მაგრამ იქაც ძალიან კონკრეტულ შედეგებს ვერ მიაღწიეს. იქ საუბარი არის უკვე დიდ ეკონომიკურ, გეოეკონომიკურ პროექტებზე, რომელიც საქართველოს მიიღმა და მეზობლებმა მიაღწიეს, რომელსაც მიაღწიეს, რომელსაც საქართველოს ძალიან სწორი და კარგი დანამატი იქნებოდა, უბრალოდ საქართველოს ვერ მოახერხა რომ ჩაერთოს ამ პროცესში გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ არავის არ უნდა საქართველოს იქ, მიუხედავად იმისა, რომ კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თითქოს ამ ქვეყნებთან შენარჩუნებული აქვს, მაგრამ შედეგობრივად არც ესა. აი ესეთი საგარეო კონტექსტის, ესეთი რუსეთის მიმართ, ესეთი კიდევ უფრო მზარდი ნეგატიური დამოკიდებულების, როგორც ახლა ნავთობის სანქციებმა
პრობლემა გამოიწვია. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გვაძლევს უზარმაზარ რესურსს, უბრალოდ აქ ჭირდება ძალების ისეთი კოორდინაცია და კონსოლიდაცია, რომ მართლა ჩვენ შევქნათ ძლიერი მუხტი, ამ ძლიერ მუხტთან და საზოგადოებრივ მღელვარებასთან დაპირისპირების ყველა ნებისმიერ დიქტატორს ეშინოდა. მათ შორის აი საბჭოთა დიქტატურასაც კი ეშინოდა და ამ შემთხვევაში ისინი სხვა გზებს მიმართავდნენ, უფრო რეპრესიულს, მაგრამ ცდილობდნენ, რომ რეჟიმს თავი შეეყარებინა მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას. ანუ საზოგადოებრივ წინააღმდეგობასთან, საზოგადოებრივ მღელვარებასთან ბრძოლა უჭირს ნებისმიერ დიქტატურას და ჩვენ არჩევნები უნდა გამოვიყენოთ ესეთი საზოგადოებრივი აზრის მომწიფებისთვის, რომ უნდა დამარცხდეს ეს და უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას რა შეიძლება იყოს მას მერე რაც ქართული ოცნება დამარცხდება. ამაში მიმდინარე მდგომარეობს მე ვფიქრობ წარმატების შემდგომი ხაზი. ძალიან დიდი მადლობა ამ უმწურავ პასუხებისთვის. ჩვენს ტელემაყურებელს კი შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ დიმიტრი ცკიტიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც დაგიბრუნდებით გადაცემის მეორე სტუმართან ერთად, ამიტომ არ გადაართოთ. მაშაცა დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ გიბრუნდებით ეთერში ვაგრძელებთ ნიუსრუმს. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარია ნიკა ჩერქეზიშვილი, პარტია ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ამავე პარტიის მხრიდან თბილისის საკრებულოს წევრი. მოგესალმებით ნიკა, მადლობა მოწვევისთვის. საუბარი დავიწყოთ იმით, რაც პრინციპში წინა სტუმართანაც ვისაუბრეთ დიმიტრი ცკიტიშვილთან განმეხილეთ გიორგი გახარიას მიმართ უკვე ოფიციალურად ბრალის საყრენება ორ ეპიზოდში. ერთი მხრივ ეს არის ჩორჩანას საქმე, რაზეც ოპოზიციის აზრი ფაქტობრივად ერთხმად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს აბსურდული ბრალდებაა და ანტისახელმწიფოებრივსაც უწოდებენ ამ ბრალდებას. მეორე მხრივ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამე. თქვენი შეფასება როგორია პირველ რიგში ამ ორივე ბრალდების მიმართულებით და ასევე სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი? კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. აქ უნდა გამოვყოთ ორი არსებითი ამბავი. პირველი ამბავი არის ის, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშწორება. ქართულ ოცნებას ძალიან დიდი დრო ჰქონდა იმისთვის, თუ იყო დანაშაულის ნიშნები, რომ ეს გამოეძიებინა, უბრალოდ მაშინ პოლიტიკურად ეს არ ჩათვალეს მიზანშეწონილად. გიორგი გახარია წარმოადგენდა მათ გუნდს, მათი გუნდის წარმომადგენელი იყო და შესაბამისად ძალიან ბევრ ამაზე შესაძლოა დახუჭეს თვალი, რაზეც ახლა აეხილა თვალი. აქ უფრო გეთანხმებით ნაკლებად არის საუბარი შესაძლოა ჩორჩანას ამბავზე და საუბარია ოცნებისთან დაკავშირებით, რომ რაზეც ჩვენს მოქალაქეებს, თვითონ პოლიტიკურ კლასსაც ბევრი კითხვა აქვს და ამ კითხვებზე იყო პასუხი გასაცემი მათ შორის გიორგი გახარიას მხრიდანაც, ხო? ეს არის ერთი ამბავი, რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური ანგარიშწორება და მეორე ეს არის მთავარი ამბავი ის, რომ ეს არ ხდება რაღაცა ფრაგმენტულად. ეს არის თანმიმდევრული პროცესი, სისტემური პროცესი, რომელსაც ქართული ოცნება უკვე მოყვება დიდი ხნის განმავლობაში და ყოველ საფეხურს ასრულებს, ასე ვთქვათ, წარმატებით იმის გამო, რომ მეორე მხრიდან, ანუ ოპოზიციის მხრიდან არ ხდება ადეკვატური რეაგირება ამ ყველაფერზე. ამას ჭირდება რაღაც სისტემური დაპირისპირება, ერთიანი დაპირისპირება და არა ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რომელსაც ყველას თავისი დღის წესრიგი აქვს და ამას ჭირდება აუცილებლად, რომ ჩვენ დაუპირისპირდეთ მათ ყველა ფლანგზე. ქართული ოცნების თავარი მიზანი რა არის? აქედან უნდა ამოვიდეთ და ამ მიზანს უნდა დაუპირისპირდეთ. ქართული ოცნების თავარი მიზანი არის, რომ პოლიტიკა მოკლას საქართველოში, პოლიტიკური პროცესი მოკლას, დემოკრატიული ინსტიტუტები გააუქმოს და ამისკენ მიდის და სამწუხაროდ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც იყო 2025 წელს, ძალიან კარგად გამოიყენეს მისოთ, მათ შორის მათ დაეხმარათ გარკვეული ოპოზიციური ძალებით ამ პროცესში, როცა გარკვეულმა ძალებმა თქვეს უარი არჩევნების იდეაზე და დემოკრატიულ ინსტიტუციურ ბრძოლაზე. არ შეიძლება რომელიმე ფლანგი გამოყო და ამ მიმართულებით ქართულ ოცნებასთან ბრძოლაში არ შეხვიდე. იმიტომ რომ სწორედ ეს არის მათი მიზანი, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში, ვთქვათ რომ არჩევნებს აზრი არ აქვს სასამართლოში, სიარულზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ინსტიტუციურ ბრძოლაზე რო უარი ვთქვათ. ეს არის ძირითადი შეცდომა. დიახ, რაც შეეხება ინსტიტუციურ ბრძოლას, უკვე ოპოზიციურ ველზე გაჟღერდა უკვე ინფორმაცია და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ კი პროტესტი გასაგებია და აუცილებელია უნდა გაგრძელდეს, თუმცა ამ პროტესტის პარალელურად პოლიტიკური პროცესი უნდა
უნდა დაიძრას იმ მიმართულებით, რომ დაიწყონ ოპოზიციურმა პარტიებმა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მოზადება. თქვენი შეფასება როგორია ამასთან დაკავშირებით, რამდენად ეთანხმებით იზიარებთ ამ მოსაზრებას და პროტესტიც რომ გითხრათ 1-2 სიტყვა 28 ნოემბერს დაანონსდა უკვე დიდი საპროტესტო აქცია მსვლელობა 1 წლის თავთან დაკავშირებით იმ უწყვეტი საპროტესტო აქციებისა უკვე ბოლო 1 წლის განმავლობაში, რომელიც გრძელდება რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. აი ეს ორი კომპონენტი ერთად რამდენად ურთიერთთავსებადია, ერთი მხრივ პოლიტიკური პროცესი რომ წავიდეს საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად და მეორე მხრივ პროტესტი, რომელშიც უნდა ჩაერთონ უფრო აქტიურად პოლიტიკური გაერთიანებები. არათუ თავსდება, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს მათი სინქრონში მოყვანა, უნისმში მოყვანა და ამას უნდა დაემატოს აუცილებლად საერთაშორისო პოზიციონირება. ეს სამი კომპონენტი უნდა იყოს, რომ რეალურად წარმატებას მიაღწიოს ოპოზიციამ. ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი, ჯანსაღი პროტესტი, ოღონდ ეს უნდა იყოს საერთო, სახალხო, ეროვნული პროტესტი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რომელიმე პარტიის დიქტატს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოახდინონ მისი მონოპოლიზაცია და ამის საფუძველზე რაღაცნაირი გარკვეული დივიდენდები მიიღონ აქედან. ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ეროვნული პროტესტი, რომლის ნაწილიც უნდა იყოს პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, აქტიური მონაწილეები, პარალელურად მათ უნდა აწარმოონ პოლიტიკური პროცესი. აი ეს დაირღვა და ამან მოიტანა ძალიან მძიმე შედეგები და სწორედ ამან მისცა ის ბიძგი, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, რომ ბოლომდე სპორტს პოლიტიკას, იჭერს პოლიტიკურ ლიდერებს, კავს პოლიტიკურ პროცესს და ამის შედეგი არის ის, რომ 20%-იანმა თბილისის მერმა კახა კალაძე მოიგო თბილისის არჩევნები და გახდა თბილისის მერი. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს უნდა გავიაზროთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ვერ მოხდება ხელოვნურად. ეს უნდა მოხდეს ორგანულად. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში ზუსტად ამას ვიძახით, რომ არ შეიძლება ოპოზიცია იყო, არ შეიძლება თავს დავესხათ ერთმანეთს და ჩვენ არასოდეს ჩვენს მიმართ ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველოს ჩვენს წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს არ პასუხობდით და მუშაობდით ამორჩევლზე, ელექტორატზე, იმიტომ რომ ელექტორატს სჭირდება მობილიზება, ორგანიზება. ქართული ოცნება, ეხლა მე საკრებულოს წევრი ვარ, თქვენ აღნიშნეთ თქვენს წინასწვავებაში, უკვე მუშაობს ჩვენს ამორჩევლზე, ოპოზიციურ ამორჩევლზე. თბილისის მერი კახა კალაძე წარმოედგინეთ უკვე მესამე ვადით არის ქალაქის მერი და წინა 2 ვადის განმავლობაში არ ქონდა მას მოქალაქეებთან მიღებები, არ ხდებოდა მოქალაქეებთან. ეხლა დაიწყო და ანუ აკეთდება ვიდეოები, რილსები, რო ხდება მოქალაქეებს. უკვე ქართულმა ოცნებამ დაიწყო ოპოზიციურ ელექტორატზე მუშაობა, იმიტომ რომ აქ მხრიდან ალტერნატივას ვერ თავაზობთ. ალტერნატივა არ შეიძლება იყოს ფრაგმენტირებული ოპოზიცია, არ შეიძლება ალტერნატივა იყოს ერთმანეთის მლამძღვრილი ოპოზიცია, ხო? ეს ყველა უნდა გაიაზრო და ჩვენ ვამბობდით ამ წინა თვეებში, რომ არ ვუბრუნებთ იგივე სამ მლამძღვრ გინებას, იგივეთი არ პასუხობთ, პირიქით მოუწოდებთ ეს კონსოლიდაციისკენ, ერთიანობისკენ, იქიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს მაინც ერთმანეთის გარეშე ამ მონსტრს ვერ დავამარცხებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უპირველეს ყოვლისა უნდა გაიაზროს საზოგადოებამ და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ პროცესში არ შემოვლენ ესე ჯანსაღად, ისინი უნდა გაირიყვნენ პოლიტიკური პროცესიდან აუცილებლად, იმიტომ რომ ისინი მომავალშიც დაარღვევენ ამ ერთობას, მომავალშიც დააზიანებენ და საერთო სახალხო ეროვნულ შედეგამდე ვერ მივაგენ. დიახ, თქვენ ახსენეთ რამდენიმე კომპონენტის ჩამოთვლისას საერთაშორისო მიმართულება. რას გულისხმობთ ამ კუთხით? იქნება ეს სანქციების პოლიტიკის მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან ქართული ოცნების ლიდერშიპის წინააღმდეგ თუ რაიმე სხვა? ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ლობირება. ოღონდ ეს ეროვნული ინტერესების ლობირება საერთაშორისო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ელაპარაკოს არა ნიკას, გიორგის და ასე შემდეგ თუ პოლიტიკურ პარტიებს ხო აღარ დავასახელე ახლა, უნდა ელაპარაკოს მათ ერთად, ერთობლივად უნდა ელაპარაკოს, იმიტომ რომ აქედან რომ მიდის ფრაგმენტირებულად ხო გარკვეული ოპოზიციური ძალები, რაც არ უნდა კეთილინება კონდეს, რაც არ უნდა ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების გამოხატავდე, სათავეშივე დაზიანებულია ეს, იმიტომ რომ შენ მიდიხარ მარტო, არ მიდიხარ კონსოლიდირებულად, არ მიდიხარ ერთიანად და ეს არის მთავარი, რომ ერთიანი პლატფორმა შეიქმნას და ამ ერთიანმა პლატფორმამ უკვე ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესები გაატაროს. ამაში ბუნებრივია შევასანქცირების ამბავი თუ ქართული ოცნება და არგოს რა თქმა უნდა, ხო, მოწყვიტა საქართველოს დასავლეთის კურს, ბუნებრივია რომ ისინი იმსახურებდნენ დასანქციებდნენ. დიახ, აი სანქციების ამბავზე, იმიტომ მკითხეთ, რომ ამჟამად ვინც პატიმრობაში იმყოფება ის ოპოზიციონერი ლიდერები და მათ შორის თქვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგაც აღზრდილია საქმე, სახელმწიფო წინააღმდეგ დანაშაულად ჩაითვალა ის საკითხი, რომ 300-მდე ოფიციალური პირი ამჟამად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებით დასანქცირებულნი არიან და ამაში ხელისუფლებამ და გამოძიების მხარემ, ბრალდების მხარემ დასდო ბრალი ამ ოპოზიციონერ ლიდერებს და ესე რომ ვთქვათ, ირიბად მიანიშნა იმაზე, რომ მათი დამსახურება ამ ადამიანთა დასანქცირება.
სწორედ ამიტომ მკითხეთ, რომ თუ კი გაგრძელდება პროპაგანდის ნაწილია. ბრალდების მტკიცებით ესეა. მუშაობს და ისინი საკუთარ ელექტორატზეც მუშაობენ, ბუნებრივია და ამ ხალხს უნდა უთხრან, რომ თითქოს ეს რაღაც ოპოზიციონერი დეპუტატების ბრალია, რომ ისინი დასანქცირდნენ. რეალურად საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რაც ხდება. ქართულმა ოცნებამ უღალატა კონსტიტუცია 78 მუხს მოწყვიტა საქართველოს დასავლურ კურსს და თქვენ აღნიშნეთ თქვენ სიტყვაში, რომ 28 ნოემბერს რო იგეგმება ეს აქცია წლის თავის, სწორედ მაგითო იგეგმება, რომ ირაკლი კობახიძე გამოვიდა და საქართველოს გადაუხვია თავის მისი განცხადებით ამ კურსს და შესაბამისად ეს არის პასუხი მათ აქციებზე, მათ რეაქცია არის მათ პოლიტიკურ ხაზზე, ასე ვთქვათ, რომელიც არ არის ქართული, არ არის ეროვნული და არ არის დასავლური. 28 ნოემბერი ვახსენეთ და აი ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა ამაზეც რომ მიპასუხოთ. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იყო ჩვენთან სტუმრად გასულ დღეებში და მან თქვა, რომ 28 ნოემბერი და ბოლო ერთ წლის განმავლობაში ეს უწყვეტი საპროტესტო აქციები ეკუთვნის ყველა, აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ გაერთიანებას, მიუხედავად იმისა, თუ რა განხეთქილება მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში, იქნება ეს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აი ეს ოპოზიციური განხეთქილებების მიუხედავად უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი აღნიშნულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც 28 ნოემბერს დაანონსდა. საინტერესოა იქნება თუ არა ლელო ამ აქციაზე და თქვენი პოზიცია ზოგადად ამ პროტესტის მიმართ როგორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ყოველთვის იყო პროტესტის მონაწილე, ყოველთვის ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, როცა მოთხოვნები იყო ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ჩვენ საპროტესტო პროცესს ჩამოშორდით მას შემდეგ, რაც შეიცვალა ეს თავარი მოთხოვნა და არა რუსულ არჩევნებს, რუსულ სპეცოპერაციას ამიმართულები წავიდა და პარტიულ დიქტატს დაექვემდებარა, აი აქ ჩამოშორდით, თუ იქნება პროტესტი ჯანსაღი, თუ იქნება, თუ გამოხატავს ეს ეროვნული ინტერესებს, ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს ყოველთვის იქნება მისი მონაწილე. არ ვიცი ახლა ეს რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა, არც მინდა რომ ვიკითხო, მაგრამ ჩვენ რამდენჯერაც აი ამ პროცესში მივედით რუსთაველის განძირზე, იმდენჯერ დაგვიპირისპირდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური აქტორები და თქვეს, რომ იქ ჩვენი ადგილი არ არის და ეხლა შეცვალეს ეს რიტორიკა, იმიტომ რომ დაინახეს, რომ რეალურად იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციამ, რაც რეალურად იყო სპეცოპერაცია და რამაც დიდი ზიანი მოუტანა ქართულ ხალხს და ქართველებს და პირიქით გააძლიერა ქართული ოცნება, აი ამის შემდეგ გაიაზრეს, რომ ვერანაირი მშვიდობიანი დამხობა ვერ მოხდება, ეს არც უნდა მოხდეს, იმიტომ რომ საქართველოს ეს მრავალი წლების განმავლობაში გაიარა და ყოველთვის დამანგრეველი შედეგებამდე მივედით, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ერთადერთი არჩევნების გზით, დემოკრატიული პროცესის ინსტიტუციური ბრძოლით, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი. მშვიდობიან პროტესტს, რომელიც გამოხატავს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ჩვენ ყოველთვის შეუერთდებით, მაგრამ ერთი მთავარი ფაქტორი არის, კიდევ ეს უნდა მოხდეს, ისე ვიძახით. ბუნებრივად, ორგანულად, პოლიტიკურმა ძალებმა ყველამ უნდა გაიაზროს საკუთარი დაშვებული შეცდომები, აიღოს პასუხისმგებლობა ქართული ხალხის და სახელმწიფოს წინაშე და ამის შემდეგ უკვე ბუნებრივად წავა პროცესი იმისკენ, რომ ჩვენ კიდევ შევძვით ერთ დგომას და ქართული ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლას. დიახ, და მაინც ჩაგეკითხებით, თქვენ კონკრეტულად მიიღებთ თუ არა მონაწილეობას ამ საპროტესტო აქციაში, თქვენ უშუალოდ თქვენ მიხვალთ თუ არა რუსთაველის განძირზე. ამჟამინდელი მოცემულობით, აი რომ არ ვიცი, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით ამაზე პასუხი ამ წუთას არ მაქვს, რა თქმა უნდა, ჩემი შინაგანი მდგომარეობა ახლა აბსოლუტურად ეთანხმება ამ პროტესტს. მე აბსოლუტურად ვარ გააზრებულად ამ პროტესტში და მინდა ვიყო მისი მონაწილე, მაგრამ გარემო უნდა იყოს ისეთი სიტუაცია უნდა იყოს ისეთი, რომ ჩემმა იქ მისვლა რამე არ დააზიანოს. თუ ჩემი იქ მისვლა იქნება ბუნებრივი, ორგანული და ეს ხალხიც ისე მიიღებს ჩემს სურვილს, როგორიც ჩემი სურვილია, რომ მე მინდა იქ ვიყო, გამოხატო საქართველოს ეროვნული ინტერესები, არავითარ შემთხვევაში, როგორც ეს მოდა ბრალდებები არ ვართ გარიგებული რაღაცა ურთიერთობაში ქართულ ოცნებასთან, აბსოლუტური აბსურდია, ხო? თუ იგივე დამოკიდებულება იქნა პროტესტის მხრიდანაც, ყოველ შემთხვევაში პარტიული პირების მხრიდან ჩვენს მოშორებას ცდილობდა ამ პროტესტებთან, ბუნებრივია, რომ ჩვენ მივართ ამ პროტესტს. დიდი მადლობა ნიკა, ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო პარტია ლელო ძლიერი საქართველოს საკრებულოს წევრი თბილისის საკრებულოში და ამით ჩვენი დღევანდელი ნიუსრუმი დასრულებულია. ჩვენ ტელეარხის ეთერს ახლა 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვება გააგრძელებს. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.